ძალიან დაცლილი არის აქაურობა ამ მთელი ეს პირაქითა ხევსურე მიღმა ხევის ხარე. აი ამ ზუსტად აი ამ უგზობის და უდენობის გამო ძალიან დაცლილი არის, ბევრს ძალიან დიდი სურვილიც აქვს, მაგრამ როცა მოდის ადამიანი და ნახულობს თავის სახლს ასე დანგრეულს და მიწასთან გასწორებულს და საშუალება არ აქვს, რომ თუნდაც ერთი ქვა აიღოს და დადოს, ეს ბლოკი ხომ არ არის, ერთი ქვის დადება არის, დაახლოებით ერთი ბლოკი რო დადო, აქ დაახლოებით 20 ქვა უნდა იპოვო, მოზიდო, მოასვთა ის ადგილი, დადო და ამას უნდა დაახლოებით აქაურ პირობებში კინაღამ ნახევარი დღე უნდა იყო. ყველა ერთმანეთს არ გავს ის ქვები, ყველა სხვადასხვანაირი არის და სულ სხვადასხვა ფორმების აქვს და ერთმანეთს არ ერგება და უნდა თითოეულ ქვას უნდა იმდენად დიდი მუშაობა ჭირდება, რომ ერთმანეთს მოარგო, ერთმანეთზე დაждდეს, რომ ბლოკივით ისე კოხტად გამოყვანილი გვერდი არ აქვს და უნდა დიდი მუშაობა და თანაც მშრალად წყობით რთული არის, რთული და არავინ არ წამოა ამისათვის, რომ ამდენი იწვალოს და ამდენი რესურსი დაკარგოს და თან ვერაფერი ვერ მიიღოს და პერსპექტივა არ ქონდეს. არავინ არ გაჩერდება აქ. პერსპექტივას კლავს უდენობა, უგზოობა და უყურადღებობა. იმიტომ რომ ადგილობრივი ადამიანი, აქაური მაცხოვრებელი, ისაც კი არ იცის, თქვათ მუნიციპალიტეტში ვინ არის ხელმძღვანელობა. პასუხისმგებელი ვის უნდა მიმართოს, თქვათ რაღაცა პრობლემებზე, რომ თვითონ გაიუმჯობესოს რაღაცა კანონით მინიჭებული რაღაცა პირობები მიიღოს და რომ მიმართოს ეს ადამიანები ან გადამისამართება ხდება, ან დამალვა ხდება და ისევ უკან უნდა მობრუნდეს სრულიად სარიელი და შერცხვენილი და ხელმოცარული, ასე ვთქვათ, რაღაცის ძიებისთვის ხელმოცარული დარჩეს. ეს არის ჩემი სოფელი არჭილო, მე ვარ მამუკა ზვიადაური და ამ სოფელში დავიბადე 51 წლის წინ 74 წელს 1974 წელს. აქ ცხოვრობდით ჩემ ბავშვობაში 4 ოჯახი და ესეთი პატარა ლამაზი ცხოვრება ქონდა ჩვენ ყველას და დაახლოებით 82 წელში წავედით აქედან, დუშეთში გადავცხოვრდით და შემდეგ ისევ ყოველწლიურად თითქმის აქ ბრუნდებოდით, ზაფხულის განმავლობაში აქ ზაფხულის არბეგებსაც ვატარებდით და ბოლო 5 წლის განმავლობაში უკვე ინტენსიურად აქაურობას ვაშენებ, აღდგენით სამუშაოებს ვაწარმოებ ამ ჩემი ძველი სახლისა, რომელიც მთლიანად დაინგრა. ეხლა ვცხოვრობთ ორი ადამიანი, მე და ამირანი ვცხოვრობთ ერთმანეთისგან 300 მეტრის დაშორებით და ჩვენი სახლები ერთმანეთს არ ხედავს. და გვიშლის, ფერდობი გვიშლის როგორ რა. ეგრე რა მამუკ, რა სივრავლით მოხედით, რა ვახარ, სალამი. როგორ ხარ? მე დავიბადე აქ სოფელ არჭილოში რა 2 წლის ყოფილო არ მეხლა მე კი რა მეხსოვებოდა 2 წლის და 78-ში გადავსვლათ დედაჩემი სოფელია ხონისჭალა რა დედულეთში ასე რომ ვთქვათ. მეოთხე ზაფხული ახლა რაც აქ ვარ და ეს რაღაცას ვაკეთებ, რა ვიცი, ვაშენებ. ალბათ ასაკის ბრალიც არის, რაც ასაკი მიმატება, უფრო წინაპრებზე ვფიქრო მეტად და აი რო უყურება მიტოვებულს და დანგრეულს რაღაცას აი ცუდად განვიცდი რა, არ მიყვარს ესეთი და ვცდილობ რომ რაღაცა შევაკეთო, რომ სანამ ვარ და შემიძლია, რა ვიცი, გავამაგრე, ვაკეთებ რაღაცებს რა. აი რაც გაკეთებულია ჯერ ფიცარი ამოვიტანეთ არდოტამდე მანქანით. მე იქიდან დამეხმარნენ და ცხენებით ვათრიეთ 3 კუბი ფიცარი ამოვიტანეთ ცხენებით, აი აქ მდინარეებში გავდიოდით 12-გან მინდოდა მდინარეში გასვლა. აი ასეთ პირობებში გვიწევს ვარგის გადატანა სოფელი, ანდაქ სოფელი არჭილოს მოსახლეობას. რა დიდი სირთულეებთან არის ერთი წვით აქ თუ რამე მოტანილი არის დიდი წვალებით არის მოტანილი ყველაფერი რა ისია რომ დენი აქ არასოდეს არ ყოფილა, როცა ბევრი ხალხი ცხოვრობდა, თქვათ 1 საუკუნის წინ ბუნებრივი არ იქნებოდა, იმის შემდეგ მოყოლებითაც ბუნებრივია გადაასახლეს ადამიანები და არც მაშინ იყო დენი
კომუნისტების ეპოქაში, კომუნიზმის ეპოქა დასრულდა და დაიწყო კიდე სხვა ეპოქა და დამოუკიდებლობის პერიოდში დენი რა თქმა უნდა აქაურობა არავის გახსენებია და ვერც გაახსენდებოდა, ხან სამოქალაქო ომი იყო, ხან უდიდესი გაჭირვება იყო, დენი საერთოდ დედაქალაქს არ ქონდა და აქ ამ მხარეს ვის გაახსენდებოდა და დღეს კიდევ ვითომ მთავრობაც არის, ვითომ ადგილობრივი მთავრობაც არის, მაგრამ აქ დენის არსებობის შესაძლებლობაზე არავინ არ ლაპარაკობს. რაღაცა თქვა რძის შეძღება არის დენზე შეიძლება ახლა ჩვენ ადრესე ხელისადღებელში დღებავდით. ახლა რაღაცა ის არის ბალონებში ვაკეთებთ ამას და სარეც მანქანას მოიტანთ ეთრეულში ქალიშვილ ამ ხელში შეღავათები საქმეში არ აკეთიან და ყველაფერი შეიძლება 4 თვე რომ კომფორტი გუნდის ხო შეიძლება მარტო მგონი არ ჭირვა დარჩენილი ესე უშუქოთ. შრომაც ბევრი, აბა დილთ მოწველე, ყველი ამოიყვანე, მერე საჭმელი, სარეცხი, ყველაფერი უნდა გააკეთო, რა სიზა მანქანა. შუქი რო იყოს იქნებოდა სარეცხ მანქანა, გავრეცხავდით, სარეცხ მანქანაში რა უნდა შეყრი და გარეცხავ და ხელთ აღარ მოგდე, იმ დროს კიდე სხვა საქმეს გავაკეთებდა რა, აბა. ჩემი აზრით შუქს ხო ის იმასაც ამუშავებს, იმ წყლის საქმრო ქაჩავს. ის მას ხო ბევრი დენი არ ჭირდება. შეიძლება რომ დინარიდან ამოიღო წყალი და იმაში ბასეინი რაღაც გქონდეს და იქ დიდინები წამოვიდეს ახლა სხვანაირად აქ წყალიც ისია რომ ზეით წყალი არსად არ არის და შუქი რო იყოს ამასაც შეძლებს ადამიანი და ყველაფერს ამუშავებ რა ისია ტელევიზორი ვარ გვაქვს ინფორმაციას ვერაფერს ვერ ვიგებთ ახლა სიგნისაც შუქი უნდა თქვა დღე საქმე არაფცალია ღამე და შუქი თორე წინსაც ვერ კითხულობ. აი დიდი პრობლემაა უშუქობა ერთი სიტყვით და აი მომავალ თაობაც მაგიტო არ მოდის, აი შვილი იყო ამოსული ჩემი და ინტერნეტი რო ესედიოდა და არ იყო ინტერნეტი, შუქი რო არ იყო, ფაქტობრივად და ინტერნეტი ამის გამო არ იყო. აქ არაფერი არ ყოფილაო თქვა და არ გაჩერდა ბავშვის მეორე დღეს უკვე აღარ უნდა აქ ყოფნა და მეც კი გული დამწყდა რომ ამან ერთ მეს მთები მომწონს უბრალოდ იმან ერთი ამჩნია და არაფერი არ ყოფილაო რა ჩიქრებები კიდე ვიღაცა დაბრუნდება მეზობლები მოვლენ რა ვიცი რა მოვლენ არავის არ უნდა გელააქეთ არც შუქი არც ინტერნეტი რა ვიცი ამ მამუკა როგორ არის ახლა ინტერნეტოთ ყველაზე ახლო მეზობელი 4 კილომეტრში რომ წავიდე და ვისარგებლო კავშირით 4 კილომეტრის გავლა მიწევს და დაფარვა 4 კილომეტრი მერე იქით 4 კილომეტრი აქეთ ტელეფონის დატენვაც 4 კილომეტრის იქით ხდება და გამოყენება და დაზოგვა შემდეგ ბატარეის დაზოგვა აუცილებლად იმისათვის რომ ძალიან საჭირო შემთხვევაში იქნეს გამოყენებული ტელეფონი. თუ ტელეფონზე უნდა ვისაუბრეო ოპერატორებზე მაშინ მიწევს 30 კილომეტრი, თითქმის 30 კილომეტრი შატილამდე ჩასვლა ერთი გზა ხო იქით და 30 კილომეტრი მერე აქეთ. ზამთარში რა თქმა უნდა კიდევ უფრო რთული არის კლიმატური პირობების გამო ძალიან დიდი სიცივის და ხან თოვლი არის იმხელა რომ საერთოდ გარეთ ვერ გადიხარ. ახლა არის ხორცეულობა ბარი და რაღაცა მოგაქვს ისეთი რომ გაგიფუჭდება მათ შალყინის მოცივრები ხო არის ბევრს არ ახლა ხან წყალში ხან ის და არ მომაქ რაღაცაში ჩავდით მარილით და მარილს ვაყრით რა მარილი შეუსმიჩი ხო რომ შივოთ აბაქს ხნით შეინა დინარეში კიდეთ ხო ან მორებში ქვებს მოუშენებ და დავაფარებ ზედა მოსტენეული კიდე ბევრი არ მგოქ იმიტომ რომ იმას ახლა მაინც ვერ ვინახავთ შუქი ადრე როცა გამოიგონეს ელექტროენერგია მაშინ მთელი კაცობრიობა შეცვალა და ჩემთვისაც ასევე უზარმაზარ ცვლილებას გამოიწვევდა ჩემთვისაც რასაც თქვათ ერთ დღეში ვაკეთებ მე თქვათ აი ეს ხელით
აი ამ პირობებში დენის არსებობის შემთხვევაში მე შემიძლია 5 წუთში გავაკეთო, 3 წუთში გავაკეთო ან 1 წუთში. ასეთი პირობები რო იყოს გზა ნორმალური, დენი ადგილზე, ასეთ პირობებში რა თქმა უნდა აქ მარტო მე არ ვიქნებოდი და ჩემი ბიძაშვილი კიდევ. ორი კაცი კი არ ვიქნებოდით, აქ იქნებოდა კიდევ უფრო დასახლებული და უფრო საინტერესო იქნებოდა ბევრი სხვა ადამიანისთვის, კიდევ უფრო მეტი ნათესავისთვის, კიდევ უფრო მეტი საქართველოს მოსახლისთვის და კიდევ უფრო მეტი ტურისტისთვისაც თუნდაც, იმიტომ რომ ეს მეტი ადამიანის აქ მოზიდვა უფრო მეტი ინტერესის გაღვიძებას იწვევს და მეტი იდეის. და შუქი რო ყოფილიყო და გზა რო ყოფილიყო, მე დარწმუნებული ვარ ხალხი იქნებოდა. ახლა თუ გვექნება რა ვიცი, აბა მამაზე ბედნიერება რა იქნება. აი ამ პანელების დასადგმელად მე ამ ადგილს მოვათავისუფლებ. ან ოდნავ მარჯვნივ ვაკეთ. და თანაც არა ქვის ჩვენისთვისაც რო ის იყოს, რა ქვია, უფრო უსაფრთხო ადგილი რო იყოს და თანაც ამას მოსათხრალ და მოსასუფთავებლად ტერიტორიის გამოსაჩენადაც რო მოსახერხებელი იყოს. სამი ვარიანტი განვიხილეთ. ერთი იყო ეს ადგილი, რომელიც შორია ძალიან და დანაკარგი იქნება ძალიან ბევრი და ეს გამოვლიცხეთ. მეორე ოდნავ ქვემოთ იყო სადღაც შუაფერდობზე და ეგ ადგილი ერთ-ერთი ვარიანტი ეგ ადგილია და მესამე ვარიანტი არის სახლის სახურავზე პირდაპირ რა. კი, ეგრევე ზემოდან დალაგდება, იდეალური გამოვა, აი ძალიან კარგი გამოვა. 8 პანელი მაინც რა. დაახლოებით 2-ჯერ მეტი. კი. ნუ იგივე სიმძლავრე შევინოთ. კი. რომ იმუშაოს იდეალურად აბსოლუტურად რა. და რაც ჩამოთვალე, აბსოლუტურად სულ ყველაფერს ჩართავს მაგმა. ანუ შუქი ექნება? კი. ოთახშიც და ეზოშიც. კი ბატონო. ტელევიზორი იქნება, მაცივარი იქნება. აუცილებლად. საერთო მაგალითად ამუშავებს ჩვეულებრივ. უპრობლემო. ჩვენი ამოცანა ეგაა, რომ ღირსეული ცხოვრების პირობები შეიქმნა. და სხვა მე ხელსაწყოები ფიზიკურად სახლის მშენებლობაში ფიზიკური შრომა შეგიმსუბუქდეს, იქ დრელე ჩართო, რაღაცა ხელსაწყოები გამოიყენო რა. მაგისთვის შეიძლება ერთი აგრეგატის ყიდვა და იმ აგრეგატს ამოქოქავ ხოლმე, როცა გინდა რა. კი, სულ თავისუფლად. ან წინარესაც ამბობ. კი, ელექტროისინია ბატარეებზე რო არის. ჩვეულებრივ ძალიან მაგარი რაღაცები არის. ჩვეულებრივ მუშაობს უპრობლემო. პანელებზე დაიტანება. კი, სულ თავისუფლად. ოქტომბერამდე აქ მზე სულ არის. კი. მაშინ იდეალური ვარიანტია რა. ის პატარა დროც კი ყოფილის იმას, რომ ის აკუმულატორები დატენოს რა. ხო, თავის შეინახულს და მე არ დავტვირდი, ხოლმე ინტერნეტს ხო ამუშავებს მინიმუმ. ფიქრობთ ეგეთ რამეს. ერთი ნატურა, მეორე ნატურა, ტელევიზორი, ინტერნეტი თავისთავად, მაცივარი და სარეცხი მანქანა. всё, მე არაფერი არ მაგასაც ისე მომიხმარ შევძელით რომ თუ რაღაც ტაქსი პანელებს მივამატებთ. არა, თავისთავად ეხლა თითო გენერატორსაც მივამატებთ. აი იმისთვის რომ ასე ვარ გადაგჭირდეთ ან ხელსაწყო შეერთება რა. პანელებზე ხო ვერ ჩართავთ, გააფუჭებთ და გენერატორს ამოქოქავ, გექნება ეხა 10 ლიტრი ბენზინი ჩაასხავ და იხმარეთ. ეხლა უსაფრთხო ადგილი აი აქეთ არ უფრო. და აქ მზე არის? კი, აი ესე მოდის დილით, ეხლა იყვრე აგ გამოდის და ესე გადადის და აქედან ამოდის ესე? არა, აი აქედან ამოდის ამჟამად ეხლა. მაშინ და გადადის აქ და და საიმერე არის კეთილი ადამიანები როგორ არ არის ეხმარებიან ხალხს თავისთავად. ჯერა მაგრამ რაღაცა ესე უხერხვილარ ზნო თავს რომ ეს მე რო აქავარ ეხლა არის ისეთებიც რომელიც ისეთი კომენტარებს წერენ რომ აი მათ ცუათა ხარ, რაზი ხარ, მან ადექი წამოდი და რაღაც და არიან კეთილი ადამიანები რომელიც ეხმარებიან კიდევაც და ალბათ ბევრს დახმარებიან კიდევაც და დაეხმარებიან კიდევაც ეხლა მე ამას ვერ ვიტყვი რომ მე მჯერა რა, იმიტომ რომ კეთილი ადამიანები სადაც ცუდია იქ კარგიც არის და არიან კეთილი ადამიანები. ეს არის სახელმწიფო მნიშვნელობის
ადგილი. ჩვენ ვესაზღვრებით იმ მონსტრს, იმ მტერს, რომელიც ყველაზე უფრო ამოგდები არის მსოფლიოში, ყველაზე უფრო საშინელი ძალა არის და მავნებელი ძალა და როგორც კი ადგილები იწევს მცოცავი ოკუპაციით რუსეთის ფედერაცია და ჩვენი აქ ცხოვრება, ჩემი აქ ცხოვრება პირადად მე გაცნობიერებული ძალიან კარგად მაქვს. უპატრონო ეკლესიას ვეშმაკი ვიპატრონები და ზიანად თქვამი და რო არავინ არ იქნება ალბათ ვიღაცა რა ვიცი მე თან აქ რო ხარ დაბადებული წინაპარი აქ ყავ მაინც სიყვარულია ჩემი აზრით თუ აი მენანება ესე როა რა ეს მიტოვებული ეს ადგილი არის ჩემი დაბადების ადგილი, ჩემი სახლი არის, ჩემი სოფელი არის, ჩემი სამშობლო არის და აქედან ჩემი წასვლა შეუძლებელია, იმიტომ რომ ესე არ გამოვა.